ალბათ ძალიან ცოტა ჩვენგან სასწავლეს ბავშვობიდან მოყოლებული ის რომ სხეული მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენი ემოციები და შეგრძნებები, რომელიც თალსახად სხეულში იგრძნობა, არის ბუნებრივი და მნიშვნელოვანი, ანუ ნორმალური. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ლოგიკურ აზროვნებაზე, სწავლაზე და ასე შემდეგ. ამასთან შეგახსენებთ, რომ ასოციუმის მხრიდან სისტემატურად მიმდინარეობდა თითოეულ ადამიანში ალბათ გარკვეული იმპულსების ჩახშობა, ამიტომ ბავშვი, ეს ჩვენი პერსონაჟი, ზრდასთან ერთად სწავლობდა იმას, თუ როგორ დაეთრგუნა მასში მიმდინარე იმპულსები, სურვილები, ემოციები და შეგრძნებები. და თანდათან ის იმდენად კარგად დახელოვნდა საკუთარი შეგრძნებების დათრგუნვაში, რომ რაღაც ეტაპზე მან ჩათვალა, ანუ იმდენად იგნორში ჰქონდა უკვე თავის სხეული, ჩათვალა, რომ შეგრძნებები საერთოდ არ აქვს და რომ მის სხეულში სუფევს აბსოლუტური სიწყნარე და სიმშვიდე, რაც ტყუილია ობიექტურად. გადის წლები, ჩვენი პერსონაჟი ცხოვრობს ისე თითქოს მის სხეულში არაფერი ხდება, ოღონდ არაფერი ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ მას აბსოლუტურად უარყოფილი აქვს საკუთარი სხეული, თუმცა სინამდვილეში ხდება, როგორ არ ხდება, უბრალოდ ის ვერ ამჩნევს ამ შეგრძნებებს. და შემდეგ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჩვენი გმირის ცხოვრებაში ხდება გარკვეული სტრესული სიტუაცია, რომელიც კონკრეტულად მისთვის არის სტრესული, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს იგივე სიტუაცია სტრესული. და ეს სიტუაცია იმდენად სტრესულია ამ ჩვენი პერსონაჟისთვის, რომ მას უკვე ძალიან ინტენსიური შეგრძნებები უჩნდება ამ სიტუაციასთან მიმართებაში. იმდენად ინტენსიური, რომ უკვე შანსი არ არის, რომ ვერ შეამჩნიოს ეს შეგრძნებები. და ჰოი, საოცრებალ ჩვენმა პერსონაჟმა შეამჩნია, რომ თურმე მის სხეულში რაღაც ხდება და იქიდან გამომდინარე, რომ მას მთელი არაერთი წელი ეგონა, რომ სხეულში სრული სიჩუმე იყო და ამჯერად აღმოაჩინა ეს გაურკვეველი შეგრძნებები, ჩვენს პერსონაჟს გონია, რომ ის ან გიჟდება, ან კვდება, ან რაიმე დაავადება სჭირს და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ის იმდენად შეშინებულია, რომ როგორც კი რაღაც გაიფაჩუნებს მის სხეულში, მას ძალიან ჩვეულებრივად შეუძლია საკუთარი თავი მიიყვანოს პანიკურ შეტევამდე. აი თუ როგორ აკეთებს ამას, შეგიძლიათ ჩემს წინა ვიდეოში ნახოთ. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ის გულისხმობს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად შეიცნოთ საკუთარი თავი. სიტყვაში თავი არ გულისხმობ მხოლოდ ამ ნაწილს. გულისხმობ პირველ რიგში თქვენს სხეულს. ანუ უფრო მეტად დაუმეგობრდეთ თქვენს სხეულს, მეტად დაამყაროთ კონტაქტი მასთან და ფაქტობრივად მოახდინოთ იმის ნორმალიზება, ამ შემთხვევაში გულისხმობ თქვენს შეგრძნებებს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ არანორმალურად მიგაჩნიათ და რომელიც სინამდვილეში აბსოლუტურად ნორმალურია. დამიწერეთ, რას ფიქრობთ ყველაფერზე? რამდენად საინტერესო იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის?